რატომ არის პრობლემებზე საუბარი თქვენი აზრით? ძალიან ისეთი კითხვა არის, ალბათ რა მოყვება ამ ყველაფერს. თქვენ რო გადმოხვედით, აი რა პრობლემები თუ მოგეხსნათ რაიმე პრობლემა, თუ მოგვარდა რამე ამით. ახალი პრობლემა დაგვემატა. პირველი ნაბიჯი რა შეიძლება აი რაღაცა ისეთი მსგავსი აქტივობები თუ რამე კიდე უფრო სხვა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ღონისძიებები არის ჩასატარებელი, რაც აპრობირებული არის. რა არის მთავარი პრობლემა, რომ აი რატო ამდენი ცდის მიუხედავად, მაინც რატო ვერ გავედით. შემადგენლობის ხშირი ცვლა, წვრთნელების ხშირი ცვლა, პრობლემაა, რომ ტელევიზია არ არის დაინტერესებული. შემთხვევაში ფედერაციამ თქვა, უარი თანამშრომლობაზე თუ არ ვწდები. შეიძლება რაღაც რეგულაციები ალბათ შიდა ამბავში რომ გამკაცრდეს. რა პრობლემების მოგვარებას ცდილობთ, ასე ვთქვათ, ერთობლივად. სიმართლე გითხრა, კლუბების შეხვედრის ფორმატი ისურვებდი, რომ უკეთესი ყოფილიყოს. თუ თვლით, რომ რამე შეუძლია გააკეთოს ფედერაციას. ფედერაცია მაკონტროლებელი ორგანო არის ამ შემთხვევაში, პასუხისმგებელი ჩემპიონატზე. დღეს აღარ ვითარდება და აღარ არის საჭირო, ასე ვთქვათ, ეს ფონდიდან დახარჯული თანხები. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, რომ დაფინანსება გაიზარდოს. გულშემატკივრებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, ამა თუ იმ კლუბის წარმომადგენელს წავსვას შეკითხვა. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ, რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე და შეძლებს დაგვარეთ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. და რაც თავარია ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში. დღეს კი ჩემი სტუმარია საფეხბურთო კლუბ რუსთავის დირექტორი ბაჩანა ცხადაცი. მადლობა სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ 6 წლის შემდეგ დაბრუნებას უმაღლეს ლიგაში, გილოცავთ თქვენს, ძალიან რუსთავს და ყველა გულშემატკივარს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მოლოცვისთვის. მიხარია, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ. დავიწყოთ მარტივი კითხვით, როგორ მიდის ახალი სეზონისთვის მზადება, რა სიახლეები გაქვთ, რა შეგიძლიათ რო უთხრათ გულშემატკივარს. ემზადებით 10 იანვრიდან შევიკრიბეთ, დავიწყეთ ვარჯიშები. სიახლეები გვაქვს რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი. ყველაზე სასიხარულო რაც არის, თითქმის შევინარჩუნეთ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა შარშენდილ სეზონში და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ არ გვსურს, რომ ყოველ წელს და 6 თვეში ერთხელ რაღაცა დიდი ცვლილებები განიცადოს შემადგენლობამ. წერტილოვნად გავძლიერდით, მიდის კიდე პროცესი, ალბათ შეიძლება 2-3 ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ და ვემზადებით ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველოდება წინ. უნდა დაგეთანხმოთ, ძალიან კარგია ნამდვილად ფეხბურთელების შენარჩუნება, იმიტომ რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, იმიტომ რომ სეზონის ბოლოს ძირითადად იცვლება ხოლმე ძირითადი ბირთვი. კი მესმის, რომ რა თქმა უნდა გეგმები და მიზნები ყველა კლუბს დიდი აქვს, მაგრამ აი რეალურად თქვენი ასე ვთქვათ მიზანი რა იქნება მომავალ სეზონში, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ იყოს რაღაცა ადგილის შენარჩუნება უბრალოდ და დარჩენა უმაღლეს ლიგაში. შეიძლება ისიც იფიქროს, რომ უფრო რაღაცა დიდი მიზნები გქონდეთ. აი რეალურად არსებული რესურსიდან გამომდინარე და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რას შეიძლება ელოდოს მომავალ სეზონში რუსთავის გულშემატკივარი. მე ცოტა ვრცლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელიც იქნება სტაბილურად კონკურენტუნარიანი, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი და ეს წელს მოხდება თუ მომავალ წელს ეს პროცესი არის. ვფიქრობ, ეს გარდამავალი სეზონი იქნება. რაღაც ხრივ ჩვენც უნდა დავინახოთ შესაძლებლობები ჩვენი ფეხბურთელების, რომლებიც ლიგა 2-ში გამოდიოდნენ, რამდენად აკმაყოფილებენ ამ დონეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ცვლილების შეტანა არ მოგვიწევს, მაგრამ ამისთვის არის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა და უკვე თუ რამე არის წერტილოვან ცვლილებას მე კიდევ განვახორციელებთ, რათა ვიბრძოლოთ რაც შეიძლება მაღალი მიზნისთვის. ამ წელს რეალური იქნება, თუ ჩვენ ვიბრძოლებთ ხუთეულისთვის, ყოველ შემთხვევაში გვაქვს ამის სურვილი, დანარჩენს უკვე პროცესი გვაჩვენებს რა და როგორ იქნება. აი დონე ახსენეთ,
სავარაუდოდ რაღაც ნახევარი სეზონის შემდეგ უფრო მეტ შეძლებთ თქვენიც მწვრთნელიც და სხვა კლუბის წარმომადგენლებს საუბარს, მაგრამ დღეის მდგომარეობით აი შედარება რო გავაკეთოთ, თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ლიგა 2-სა და უმაღლეს ლიგას შორის, აი რა განსხვავება თქვენი დაკვირვებით, აი დაწყებული თამაშის რაღაცა აი ტემპიდან, ინფრასტრუქტურით, ფინანსებით, აი ნებისმიერი კუთხით, რა პრობლემებია იქ და აი თქვენ რო გადმოხვედით, აი რა პრობლემები თუ მოგეხსნათ რაიმე პრობლემა, თუ მოგვარდა რამე ამით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის და ეს გვაჩვენა თუნდაც საპლეიოფო მატჩებმა. სპაერიც და მეშახტეც გადმოვიდნენ და ამარცხეს უმაღლესი ლიგის გუნდები, ასევე ქვედა ლიგიდან გადმოვიდნენ მესამე ლიგიდან მეორეში და მე მგონი პირველად იყო წელს შემთხვევა, რაც ეროვნული ლიგაა, რომ ყველა ქვედა ლიგელი გადავიდა ზედა ლიგაში და რაც შეეხება სხვაობას, რა თქმა უნდა, სხვაობა არის რაღაც დეტალებია, პირველ რიგში ინფრასტრუქტურა. ლიგა 2-ში არ არის სიმხელა მოთხოვნები, როგორც უმაღლეს ლიგაში, მაგრამ თვითონ სათამაშო დონე, აი ზედა გუნდების, ლიგა 2-ის ზედა გუნდებსა და უმაღლესი ლიგის ქვედა ხუთეული, ასე ვთქვათ, დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის. პრობლემებს რაც შეეხება, ჩვენ მოგვეხსნა ის პრობლემა, რომ როცა სკაუტინგს ვაკეთებთ, კარგი ფეხბურთელი რომ მოგვეწონება, ლიგა 2-ში რთული იყო იმ ფეხბურთელების მოყვანა, ვინც იდეაში ჩვენ გემოვნებაში იჯდებოდა იმის გამო, რომ რანგით მეორე ლიგაში ვიყავით. ეხლა ეს პროცესი ძალიან გაიოლდა და პრინციპში მაგ კუთხით ძალიან დიდი უპირატესობაა. ასევე ფაქტორი ის, რომ რუსთავი ამდენი წელი არ იყო უმაღლეს ლიგაში და დაუბრუნდით, ეს ძალიან დიდი პოზიტივია და აღნიშნე კიდეც, რომ არ იქნება ის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება მოკლე დროში უკვე ჩამოყალიბდეთ ისეთ გუნდად, რომელიც იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის. ოღონდ ერთი პრობლემა გადმოყვა თუ როგორ ვთქვა, ახალი პრობლემა დაგვემატა. სამწუხაროდ ვერ ვითამაშებთ ჩვენს ქალაქში, იმის გამო, რომ მოგეხსენებათ არ არის სტადიონი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს. მოგვიწევს ამ ეტაპზე პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თამაში. ფაქტიურად ყველა თამაში გვექნება გასვლაზე, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ბევრი წლის დაგროვილი პრობლემაა და სტადიონი, რომელიც ახლა შენდება, მე ალბათ ვისაუბრებთ ამაზეც, ეს კი დაგვეწევა და ძალიან მაგარი ამბავი არის უბრალოდ. თუმცა 2 წელი იჭირდება, როგორც 2 წელი იჭირდება და ეს 2 წელი აი ამ გამოწვევასთან მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი ერთგულშემატკივარი თბილისშიც ჩამოვა და გულშემატკივრებს ამის ორგანიზებას ჩვენ მოვახდენთ ყოველთვის საშინაო მატჩებზე და არა მარტო საშინაო მატჩებზე, გასვლებზეც დაკვებია ყოველთვის. მაგრამ რა თქმა უნდა, სახლის ფაქტორი არ გვექნება. Päidad განახსენეთ სტადიონი, ესეც სამომავლო გეგმა, ხო? შეიძლება რაღაც ნაწილმა იცის, რუსთავის გულშემატკივრის ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ მაინც უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ რო გითხრათ ამ სტადიონზე, ანუ 2 წელი ვიცით, რომ 2 წელი დაჭირდება პროცესს, მაგრამ აი თან რა სიახლე რითი განსხვავდება, მე ვიცი, მომისმენია თქვენის და სხვა ასე ვთქვათ, კლუბის წარმომადგენლის აზრი ამასთან დაკავშირებით და ვიზუალურადაც ნათლად ჩანს, ვინც ნახა ფოტოები, მაგრამ აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ დამატებით რა განსხვავება იქნება სხვა სტადიონებთან შედარებით, ანუ ვიცი რომ ახლოს არის სავარჯიშო სტადიონის მაყურებელი მგონი იგივე 10,000. ძველზე იცვლებოდა მაყურებლების რაოდენობა, თავიდან რო აშენდა იყო 10,000-იანი, იმიტომ რომ ძველი სკამები რო იყო ეს ერთიანი დასაჯდომები, იქ მეტი ადამიანი ეტეოდა, მე ინდივიდუალური სკამები რო დაამონტაჟეს, უკვე 5 და 800 ჩამოვიდა ბოლოს, იმიტომ რომ რიგები დააშორეს და ფაქტიურად განახევრდა რაოდენობა, მაგრამ 10,000-იანი იქნება, ძალიან მაგარი სტადიონი გვექნება. პროექტი თუ აკადემიაც
ტერიტორია. არა, აკადემია უკვე აკადემიაზე კიდე ცალკე ვისაუბრებ სისტემურად რა გეგმები გვაქვს. თვითონ ინფრასტრუქტურა, სადაც აკადემია უნდა გაიმართოს, თვითონ სისტემა აშენდა არის სრულიად ახალი სეზონის ბოლო 8 საშინაო მატჩი ჩავატარეთ მანდ ტექნიკურ ცენტრში. 2 სტანდარტული მოედანი არის თავისი გასახდელებით, ტრიბუნით, ძალიან ესეთი თანამედროვე და ნორმალური სტანდარტების მოედნებია, სადაც მომავალში უკვე ბავშვები ეხლაც ვარჯიშობენ, მაგრამ მომავალში უკვე ახალი სისტემით, მეთოდოლოგიით შეიქმნება ძალიან საინტერესო პროექტი. აი ერთ-ერთი პრობლემა ზოგადად ესე როდესაც საუბრობ ხოლმე სტუმრებთან შემიძლია თქვა რომ თუ არავინ არ მიწყენს აზრები ორად იყოფა, იმიტომ ნაწილი თulis რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კარგი მდგომარეობა, ნაწილი თulis რომ არ არის კარგი მდგომარეობა. ჩემი დაკვირვებით არ არის კარგი მდგომარეობა, კი არის რამდენიმე კლუბს რომელსაც აქვს თავის სტადიონი, არის რომ შენდება, მაგრამ რეალურად რო ავიღოთ, ეხ ძალიან ბევრი კლუბია, ხო? ასე ვთქვათ, საქართველოს უმაღლესშიც მეორე ლიგაშიც რო არ აქვს თავის სტადიონი. აი რამდენად დიდი არის გავლენა ამ შემთხვევაში თვითონ კლუბის თამაშის ხარისხის განვითარებაზე, როდესაც არ აქვს თავისი, ასე ვთქვათ, სტადიონი და თავისი სივრცე. უდიდესი გავლენა აქვს ამ ყველაფერს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. თუ გააქვს ყველაფერი, ბევრად წინ ხარ, ვიდრე შენი კონკურენტები და ბევრად იოლია თვითონ სამუშაო პროცესი მწვრთნელებისთვის, ფეხბურთელებისთვის, როცა არ არის ეს ყველაფერი ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული და რაც შეეხება იმას, რომ კარგი მდგომარეობა არის თუ ცუდი, მე ესა ვიტყვი, რომ ძალიან კარგ გზაზეა ეს ყველაფერი და იმდენი პროექტი არის დაანონსებული და ფაქტობრივად მიმდინარე არის ეს პროექტები, ხო ეს მხოლოდ ფურცელზე არ წერია და რაღაც ფაქტია. კეთდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს გააკეთებულიყო პირობითად 10 წლის წინ დაწყებულიყო, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დაიწყო ეს პროცესი და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ პოზიტიურ შედეგებს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით, როცა ამდენი ტექნიკური ცენტრი შენდება ქვეყნის მასშტაბით, დიდ საფეხბურთო ქალაქებს უკვე ცენტრალური სტადიონები ექნება ფაქტობრივად 5 წლის შემდეგ. სულ სხვა სურათი უნდა გქონდეს და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ 5 წლის მერე ჩვენ ვისაუბრებთ და უკვე ვიტყვით რომ აბსოლუტურად კარგი მდგომარეობა ამ მიმართულებით. კი, გეთანხმებით და ეგ ნამდვილად კარგია და 5 წლის შემდეგ თუ ინფრასტრუქტურის პრობლემა ყველა კლუბს მოხსნილი ექნება, მაგას არაფერი არ ჯობია, ხო? უბრალოდ აი გულშემატკივრის გადმოსახედიდან ყოველ ესეც კი რაღაცა ნეგატიურად უყურებენ ამასაც, იმიტომ რომ აი თქვენ ასე ვთქვით აქამდე რატო არ გაკეთდა და აი სამომავლო პერსპექტივას აი 5 წლის 2 წლის შემდეგ იქნება 3 წლის შემდეგ იქნება არ ჯერათ ამის მარტივად რო ვთქვა და რაღაცა კიდე ესეთი განცდა აქვს რომ მეც ესეთი განცდა მშთება რომ ანუ 5 წელი გულშემატკივრის ერთ-ერთი პრობლემა ხო ეს არის დასწრება ყურადღება გულშემატკივრის მხრიდან კიდე არ მოვა 5 წელი შეიძლება არ ველოდოთ გულშემატკივარს და ასე რომ რაღაც კუთხით მესმის ამ ადამიანებს, თუმცა გულშემატკივრები ვახსენეთ, არის პრობლემა რეალურად საქართველოს ჩემპიონატში დასწრება. აი თქვენ ამ შემთხვევაში თქვენი კლუბთან დაკავშირებითაც და ზოგადადაც რას ისურვებდით, რომ რა უნდა გაკეთდეს ყველამ ერთად, რა შეიძლება რომ გააკეთოს, რომ აი გავზარდოთ დასწრების დონე, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ფინანსებთან და სხვა რაღაცა დეტალებთან ერთად გულშემატკივრის დასწრებაც, ანუ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, გასაქანს მისცემს ნებისმიერ კლუბს, ხო, რომ გაივსება თუნდაც 10,000-იანი სტადიონი, ფეხბურთელი სხვანაირად თამაშობს, ხო, მაგ დროს ეხა ეგ აი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ გავზარდოთ დასწრება. იმის გარდა, რომ უნდა გავაკეთოთ, ვეცადოთ ყავდეს კარგი გუნდები და გქონდეს პოზიტიური შედეგი, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროთასებზე ძალიან ბევრი გზა არსებობს ამისთვის. ჩვენთვის აი რუსთავის მაგალითზე გეტყვით, რომ ალბათ უფრო იოლია ვიდრე თუნდაც თბილისური კლუბებისთვის, რადგან ჩვენ რუსთავში განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი გულშემატკივარი ყავს, სხვათა შორის ძალიან კულტურული და ზომიერი.
ყველანაირად და ძალიან ერთგული. მე ვფიქრობ, ჩვენ არ გვექნება ეგ პრობლემა დიდად, რა თქმა უნდა, სამუშაო გვაქვს მარკეტინგის მიმართულებით, რაზეც ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ მდგომარეობა და სტადიონი როცა იქნება უკვე ძალიან ბევრი პროექტი გვექნება, რომ გულშემატკივარი მოვიზიდოთ. ზოგადად რაც შეიძლება ყველა კლუბმა ერთად გავაკეთოთ და ეს ამ პრობლემას ერთად შევეჭიდოთ, ვფიქრობ, თვითონ ჩემპიონატი უკეთესად უნდა შეიფუთოს. ეს ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, ბევრი დეტალი არის. ყოველთვის არის ლაპარაკი, რომ შეიქმნას პროფლიგა სამწუხაროდ აქამდე ვერ მოხერხდა. რაღაცა ღონისძიებები არის ჩასატარებელი, რაც აპრობირებული არის, თუნდაც ევროპულ ფეხბურთში, მსოფლიო მასშტაბით ხედავთ, ხო რაღაც ისეთი სიტუაცია ჩვენზე ბევრად მაგარი ჩემპიონატები არ არის, მაგრამ ტრიბუნები სავსეა, ლამაზად არის შეფუთული. აი ავიღოთ თუნდაც ძალიან ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამომივიდეს, პოლონეთის ჩემპიონატი არ არის მაგარი ჩემპიონატი. არ ეწყინება იმედია პოლონელებს. არ არის მართლა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი, მაგრამ იმდენად კარგად არის შეფუთული, რომ ფეხბურთელს სიამოვნებს ამ გარემოში თამაში და ის ფეხბურთელი, რომელსაც შენ შეთავაზებ ახლა საქართველოში თამაშს, იგივე პირობებზე შეიძლება ნაკლებზე წავიდეს და პოლონეთში ითამაშოს, იმიტომ რომ უკეთესი საფეხბურთო გარემოა. რა თქმა უნდა, ევროპულ ასპარეზზე ჩვენზე უკეთესად გამოდიან პოლონური კლუბები, მაგრამ აი პირობითად გეტყვით, ახლა თუნდაც ჩვენი ტოპ 3 გუნდი რო შეხვდეს პოლონეთის ტოპ 3 გუნდს, ძალიან თანაბრად ეთამაშებიან ეს თვითონ საფეხბურთო მოედანზე. ასე რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. როგორც ერთად კლუბებს, ისე ლოკალურად ყველა თავის გულშემატკივრას უნდა ემუშაოს და რაღაც. აი თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ხედვა, კონკრეტული ნაბიჯი, რატომ ვკითხულობ ამას? ახლა რამდენიმე პრეზიდენტთანაც ვისაუბრე, აი მაგალითად თუ არ ვცდები და არ სწორად მახსოვს, გორის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ ვცადეთ აი მაგალითად რაღაცა აქტივობების დაგეგმვა, თუმცა არ გაამართლა. ზოგ შემთხვევაში ამართლებს. ნუ ესეც ინდივიდუალურია, ზოგ ქალაქში შეიძლება გაამართლოს, ზოგან არ გაამართლოს, მაგრამ აი თქვენი პირველი ნაბიჯი რა შეიძლება, აი რაღაცა ესეთი მსგავსი აქტივობები თუ რამე კიდე უფრო სხვა შეიძლება რომ გავაკეთოთ, აი იქნებ ვინმე რაღაცა ეს რჩევა გაითვალისწინოს. მსგავსი აქტივობები ვფიქრობ, რომ ნაწილია თვითონ ამ გეგმის. რა თქმა უნდა, საჭიროა ყოველთვის რომ იყოს საინტერესო გარემო სტადიონზე. ვფიქრობ, მატჩამდე უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, თუნდაც სტადიონი თუ გაძლევს ამის საშუალებას, რომ იყოს ზეიმი ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ტაიმებს შორის აქტივობა 15 წუთიანი, თამაშის შემდეგ აქტივობა, ადრე მithkoms კიდეც, რომ გერმანიაში ძალიან მაგარი ტრადიციაა ვიკენდზე უკვე ხალხი ფეხბურთზე რომელიც იქ მარტო ფეხბურთზე არ მიდის, იქ მიდიან მატჩამდე არის აქტივობა, რომ ერთად მეგობრებთან ერთად იკრიბებიან და უბრალოდ იქ, რა თქმა უნდა, სხვა გარემო არის, თუნდაც ინფრასტრუქტურა უწყობს ამას ხელს და მატჩის შემდეგ ჩვეულებრივად იქ ეს სტადიონი იქცევა თუნდაც ღამის კლუბად და აღარ გიწევს სხვადასხვა ლოკაციაზე წასვლა. ჩვენ ცოტა შორს ვართ ამისგან ჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმატებული მაგალითები უნდა ავიღოთ. ჩვენ გეგმას რაც შეეხება, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ჩვენი გულშემატკივარი გავხადოთ ჩვენი კლუბის ნაწილი. მათ უნდა ქონდეთ შეგრძნება, რომ ეს კლუბი თითოეული მათგანის არის. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. თუ წარმატებულად ვიმუშავებთ, გვექნება აუცილებლად შედეგი და მე უკვე შედეგი თუ იქნება, ვეცდები რომ სხვებსაც გავუზიარო, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენთვის არ გვინდა ეგ. როგორ ფიქრობთ, აქვს ყველა კლუბ ან ზოგადად რო ავიღოთ და არა მხოლოდ რუსთავზე რო ვლაპარაკოთ მსგავსი აქტივობებზე მუშაობას აზრი მანამ სანამ ევროტურნირებზე ოდესმე გავალთ თუ იმიტომ რომ არის ეგ შეხედულება და გულშემატკივარსაც აქვს ეგ დამოკიდებულება და რომ აი სანამ არ გავალთ ევროტურნირებზე მანამდე არც გულშემატკივარი რაც არ უნდა გააკეთო, მანამდე არაფერი არ გვეშველება. ეგრეა თუ აქვს მანამდე აზრი? რა თქმა უნდა აქვს აზრი და არ უნდა იყოს ეს დამოკიდებული იმაზე გავალთ თუ არა ჩვენ ევროტურნირებზე. უნდა გავიდეთ, აქვე ვიტყვი რომ აუცილებლად უნდა ითამაშოს ქართულმა კლუბმა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე, უკვე დრო კი არა ძალიან გვიანდება, მაგრამ ამაზე ნამდვილად არ უნდა იყოს დამოკიდებული, თქვენ
ნანახი გექნებათ თუნდაც სხვა ქვეყნებში დაბალ ლიგებში რა ხდება და თუნდაც შორს რო არ წავიდეთ მეზობელ ქვეყნებზე ავიღოთ ხო თურქეთში მესამე ლიგის თამაშებზე სავსე სტადიონი და მიდის გულშემატკივრობა საბერძნეთში უფრო ჩვენთან ახლოს მენტალურად ყოფ ქვეყნებზე ვიტყვი ნუ გერმანიაზე და ინგლისზე ზედმეტია საუბარი იქ საერთოდ მოყვარულთა ლიგაზეც ივსება სტადიონები ასე რომ რა თქმა უნდა აქვს აზრი და არ უნდა ველოდოთ ჩვენ ამას ეს პროცესი არის ეს საერთოდ არ უნდა იყოს დამოკიდებული ევროტურნირებზე მოხვედრაზე მაგრამ შედეგი აუცილებელია შედეგი უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ის უნდა ჩანდეს რომ კლუბი სწორ გზაზე დგას შეიძლება შედეგი დღეს არ იყოს და ხვალ მოვიდეს მაგრამ უნდა ჩანდეს რომ კლუბი სწორად მუშაობს აი ევროტურნირები ახსენეთ და თქვენს თქვით რომ დაგვიანებული კი არა ძალიან დიდი ხანია გვინდა და იმედია რომ მალე მოხდება ეს ყველაფერი მაგრამ თქვენი გადმოსახედიდან როგორც თუნდაც ხელმძღვანელის პოზიციიდან თუნდაც როგორც ფეხბურთელის პოზიციიდან რას თვლით რა არის მთავარი პრობლემა რომ აი რატო ამდენი ცდის მიუხედავად მაინც რატო ვერ გავედით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ არის ის რომ ფეხბურთელების გადინება ძალიან სწრაფი ტემპით განსაკუთრებით ქართველი ფეხბურთელების რასაც ძალიან ბევრჯერ უსაუბრიათ კლუბებს ვინც ევროტურნირებზე სტაბილურად თამაშობენ და ფაქტიურად მწვრთნელისთვისაც ძალიან რთულია ახლა ერთი შემადგენლობით ემზადები და ევროტურნირები მოდის და უცებ 5-6 ფეხბურთელი გამოგაკდა ძალიან რთულია რომ შეცვალო და ხარისხი შეინარჩუნო ამასთანავე შეიძლება ხარისხი შეინარჩუნო მაგრამ ადაპტაცია სჭირდება დრო და ძალიან რთული პროცესი არის მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ეგ შემადგენლობის ხშირი ცვლა მწვრთნელების ხშირი ცვლა შეიძლება არასტაბილური მდგომარეობა თვითონ მენეჯმენტში შეიძლება იყოს მენეჯმენტის პრობლემაც კომპლექსურია არ არსებობს რომ ერთი რამის ბრალი იყოს რა თუ პრობლემა არის ეს არის კომპლექსური და ერთი რგოლი ნამდვილად არ იქნება მანდ პრობლემა და მე ვფიქრობ რომ სტაბილურობა სპორტულიც ფინანსურიც ყველანაირად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გადინების ორი მიზეზი არსებობს ერთი რომ გაცილებით უკეთეს ჩემპიონატში მიდის და მაგ დროს გასაგებია რომ ვერანაირად ვერ დააკავებ ფეხბურთელს და მე თუ მკითხავ არც უნდა შეუშალო ხელი მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ აქ დარჩეს და ჩვენ კლუბს დაეხმაროს ესა თუ ის ფეხბურთელი მაგრამ არის მეორე კატეგორია რომლებიც მიდიან ფინანსური მდგომარეობის გამო და არ მიდიან კარგ ჩემპიონატში ესე რომ ვთქვათ და მაგრამ რაღაცა თანხების გამო. ანუ ერთ-ერთი თავარი პრობლემა არის ფინანსები, ამასაც ყველა თანხდებით. აი დღეის მდგომარეობით როგორ შეიძლება თქვენ რას ფიქრობთ, აი ფინანსების მოძიება და რუსთავის მდგომარეობაც ფინანსური როგორია ახლა, თუ გაქვთ ასე ვთქვათ ახალ კომპანიებთან, ახალ პარტნიორებთან რაღაცა მოლაპარაკებები, რა პრობლემებს აწყდებით ამ მოლაპარაკებების დროს თუ ბევრი სხვადასხვა მიზეზი მომისმენია, რატომ ეუნებიან ვარსასა თუ ის კომპანია და თქვენი შემთხვევაში როგორ არის და როგორ შეიძლება რომ მოვიძიოთ კლუბებმა ეს ფინანსები. პირველ რიგში ვიტყვი რომ უდიდესი პრობლემაა რომ ტელევიზია არ არის დაინტერესებული ფაქტიურად ქართული ფეხბურთით. საერთოდ რაღაც ინტერესის და საუბრის დონეზე კი გამიგია რომ იყო რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ფაქტია რომ არ იღებს მონაწილეობას რაც შეიძლება იყოს ყველაზე დიდი სპონსორი ფეხბურთისთვის ხო სხვა ქვეყნების მაგალითს თუ აიღებთ ყველგან თუ არცდები ბოდიშო გაწყვეტებთ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ტელევიზია სახელია რუარ შემაშალს არ ვიტყვი მაგრამ ვიცი რომ იყო აქ ჩემს სტუმარს აქვს ნათქვამი და ამ შემთხვევაში ფედერაციამ თქვა უარი თანამშრომლობაზე თუ არ ვცდები ხო იცით რა არის შეიძლება კი მეც დაახლოებით ვიცი რასაც გულისხმობ უბრალოდ წინადადებაც ისეთი უნდა იყოს რომ ფედერაცია კლუბები ყველას უნდა აწყობდეს ეს უბრალოდ ახლა ტელევიზია შემოვიდეს ფეხბურთში და დაუთმო რომელიმე ტელევიზიას ეს ჩემპიონატი საინტერესო უნდა იყოს კლუბებისთვის საინტერესო უნდა იყოს ფედერაციისთვის და ხო მონგებიანი უნდა იყოს იგივე მდგომარეობა თუ შენარჩუნდა ტელევიზიის შემოსვლას ფეხბურთში რა აზრი აქვს ხო
თუ შემოვა ცოტა მასშტაბურად და არის ამის ფინანსური საშუალება, დარწმუნებული ვარ, ხა სტატისტიკა ყველაფერი დათვლადია. ასე რომ, ხო, ტელევიზია რომ არ არის დაინტერესებული, ჩათვალეთ, რომ ეს უდიდესი სპონსორია პოტენციურად. დანარჩენი კლუბების და სპონსორების ურთიერთობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან გამოსწორებულია სიტუაცია, თვითონ კომპანიებიც უკვე მხარდაჭერას უცხადებენ ძალიან ბევრ კლუბს და ეს პროცესი ჩვენც ამ მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები ახალ პარტნიორებთან და პოტენციურ სპონსორებთან. პროცესია ყველა კლუბმა უნდა დაანახოს სპონსორსაც, პარტნიორსაც, რომ სწორ გზაზე დგას, უნდა დაანახოს რა გეგმები აქვს, რა ხედვა აქვს და მე უკვე ეს დაკავშირებულია უკვე სპონსორი, რომ კლუბის სპონსორი ხდება. ეს ნაწილია უკვე იმ კლუბის ცხოვრების, ხო? რა ხედვა აქვს, რა მიზანი აქვს. და ალბათ ეს არის რა თანდევი პროცესი არის, რომ უნდა აუხსნა სპონსორს, რა გზას გადიხარ და თუ ექნება სურვილი შენთან ერთად უნდა გაიაროს და ფაქტიურად რაღაც ერთი ოჯახის ამბავი არის რა, როცა შემოდის ახალი სპონსორი უკვე კლუბის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა ის იმ კლუბის ყველა გადადგმული ნაბიჯი უკვე იმის პასუხისმგებლობის ნაწილიც არის. თქვენ შემთხვევაში ამდენად გულშემატკივარს დარწმუნებული ვარ, აინტერესებს აი იმ პერიოდში თქვენ ასე ვთქვათ კლუბში ხართ, ამდენად სტაბილურია მდგომარეობა და როგორია ასე ვთქვათ, თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მაგალითად აი არასტაბილურობის გამო რაღაც ფეხბურთელი დაგიკარგავთ, რაც ხშირად ხდება ხოლმე, ხშირად არის ზოგადად ქართულ ასე ვთქვათ საკლუბო ფეხბურთში დავალიანება ხელფასების ნაწილში, აი თქვენ შემთხვევაში რუსთავში როგორ არის ეს ამ მხრივ მდგომარეობა? რაც შემიძლია ვთქვა სრული პასუხისმგებლობით 2022 წლიდან, რაც მე ვარ კლუბში, არასდროს არანაირი ფინანსური დავალიანება არ ყოფილა არც ფეხბურთელის და არც არავის მიმართ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავგეგმოთ ისე ყველანაირი ფინანსური აქტივობა რეალობიდან გამომდინარე. შეიძლება ვიღაცას ჩვენზე მეტი აქვს, შეიძლება ვიღაცას არც აქვს, მაგრამ გეგმავს მეტს და სამწუხაროდ ხშირად კონკურენცია წაგვიგია კონკურენტ გუნდებთან, თუნდაც ფეხბურთელთან დაკავშირებით ისეთ ფინანსური პირობები შეუთავაზებიათ, რაც ის ქართულ მაგრამ რამოდენიმე კლუბია ვერ ასრულებს თავის დანაპირებს და ჩვენ ამ მხრივ ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს და მე ამაყება ძალიან ეს ამბავი. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რამე პრობლემები არ შეექმნას მერე კლუბს. ასევე მაინტერესებს თქვენ ეს სხვებისთვისაც მეკითხავს, თუ შეიძლება რაიმე ნაბიჯის გადადგმა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, თუნდაც აი ფინანსური არის რაღაცა მარტივი პრობლემები, რის მოგვარებაც მარტივად შესაძლებელია. მესმის, რომ ანუ ფინანსების მოძიება და დიდი თანხის ჩადება ეგ დიდი პრობლემაა და ცოტა სერიოზულ ესე ვთქვათ მიდგომას და მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ პრობლემის მოგვარებას ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ არის რაღაცა ისეთი პრობლემები, რის მოგვარებაც შესაძლებელია. და რასაც არ ჭირდება ესე ვთქვათ არც დამატებითი სპონსორი ან რაღაცა სხვა მესამე პირი ამ შემთხვევაში. არის რამე შესაძლებელი, რომ აი რაღაცა კლუბებმა ან მოგილაპარაკონ ან ფედერაციის ჩართულობით ან რაღაცა არ ვიცი ამ ფორმით, რომ აი მსგავსი ფაქტები, ასე ვთქვათ, შეწყდეს საქართველოს ჩემპიონატში, იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემაც ეს არის, რომ ფეხბურთელს აქვს დავალიანება და შემდეგ, რა თქმა უნდა, ის მინდორზე ვერ არის კონცენტრირებული კლუბზე და ფეხბურთზე. კი ბატონო, შეიძლება რაღაც რეგულაციები ალბათ შიდა ამბავში რომ გამკაცრდეს, მაგრამ სამწუხაროდ არის FIFA-ს რეგულაცია, რომელიც აძლევს საშუალებას კლუბებს, რომ 2 თვის დავალიანება გქონდეთ ფაქტიურად რა. თუ უკვე შიდა დონეზე გამკაცრდება ეს რეგულაცია, ეგ სავარაუდოდ შესაძლებელია, ზუსტად ვერ გეტყვი. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად იყოს. მესმის ყველაფერი ხდება, მაგრამ სისტემატიური ხასიათი არ უნდა გქონდეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერში მე ხარისხი იკარგება რა საბოლოო ჯამში და ზარალდება ფეხბურთელიც, ზარალდება თვითონ კლუბიც, საერთო ჯამში როცა არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ჩემპიონატიც ზარალდება მე ამ ყველაფერთან ერთად.
აი, როდესაც კლუბების გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს, ძირითადად რაზე საუბრობთ ხოლმე, აი ამ თემებზე, ან სხვა რა პრობლემებზე საუბრობთ და რა პრობლემების მოგვარებას ცდილობთ, ასე ვთქვათ, ერთობლივად. აი რაღაც პრობლემა, რომელიც კლუბმა თვითონ უნდა მოაგვაროს, მაგრამ არის რაღაცა, რაც საერთოა, ხო? აი ძირითადად რაზე გაქვთ ხოლმე საუბრები, რას განიხილავთ? სიმართლე გითხრა, კლუბების შეხვედრის ფორმატი ვისურვებდი, რომ უკეთესი ყოფილიყოს, ვისურვებდი, რომ უფრო კონკრეტულ მიზნებთან დაკავშირებით და პრობლემებთან დაკავშირებით იყოს. პრინციპში წელს ძალიან გაცნობითი და ზოგადი შეხვედრა იყო, რაღაც კალენდარის გაცნობა. ეს გულისხმობს ფედერაციასთან კი, ფედერაციასთან ერთად. კლუბები რო ცალკე შეიკრიბონ, ამას ფაქტიურად არც არავინ არ გვიშლის და სამწუხაროდ არ ხდება ეს. მე ვიგულისხმე, ბოდიშო გაწყვეტინებთ, ანუ გასაგები რო იყოს უფრო ფედერაციისგან დამოუკიდებლად. აი რაღაცა შიდა მეგობრული შეხვედრა, რომ რაღაცაზე ერთად მოგვარდეს და არის მეორე შეხვედრა, რაც ფედერაციასთან ერთად ტარდება. კარგი იქნება თუ ეს შეხვედრები იქნება და იქნება ძალიან კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. ალბათ ყველა კლუბის ხელმძღვანელი ამას ისურვებდა, უბრალოდ სამწუხაროდ რატომღაც ვერ ხერხდება, ძალიან იშვიათად ჩარჩან მახსოვს ერთი შეხვედრა იყო ფედერაციისგან დამოუკიდებლად და იქ იყო საუბარი თვითონ ამ ფონდის პროგრამაზე, დაფინანსების პროგრამაზე. უნდა შეგვემუშავებინა კლუბებს და დაგვესაბუთებინა რატომ არ ყოფნის დაფინანსება და რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რაღაც აზრები გავცვალეთ. ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა უნდა იყოს ასეთი, რომ რაღაცა პრობლემები ჩვენს მოვაგვაროთ, რა შევძლოთ კლუბებმა ერთმანეთთან ურთიერთობით, რომ პრობლემები მოვაგვაროთ. აი, როდესაც ფედერაციასთან ერთად ხდება შეხვედრა და მე როგორც ვიცი ისევ სტუმრებიდან გამომდინარე, რომ წარსულში ნაკლებად იყო და ნაკლებად ასე ვთქვათ, შედეგიანი იყო ხოლმე ეს შეხვედრა და თითქოს ბოლო შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ განსხვავდებოდა ყველა სხვა შეხვედრებიდან. თქვენ რამდენად ხართ ესე ვთქვათ, კმაყოფილი თუნდაც ამ ფედერაციასთან ერთად ჩატარებული შეხვედრა და ზოგადად ფედერაციის ჩართულობით. თუ თვლით, რომ რამე შეუძლია გააკეთოს ფედერაციას დამატებით, რამდენად აქვს პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ ჩართულობა ფედერაციის. მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო კლუბების ამბავში ჩვენ ერთმანეთთან უფრო ისეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ხშირად უნდა შევიკრიბოთ, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ფედერაციისგან დამოუკიდებელი არის. ჩვენ პასუხისმგებლობა რაც არის, ისი მოგვარება ჩვენ შეგვიძლია ლოკალურად. რაც შეეხება ბოლოს შეხვედრას, პრინციპში როგორც აღნიშნე, უფრო სტასის ფორმატის ცვლილება იყო იქ სტუმარ მასპინძელის ამბავში მოედნის კატეგორია. მე ალბათ თვითონ თასის გათამაშების პერიოდში გაგვაცნობენ ამას ხო უფრო მასშტაბურად კალენდარი იყო წარდგენილი, რომ ძალიან კარგია, რომ ერთკვირიანი ციკლებით დაიგეგმა 2026 წლის სეზონი. ფაქტიურად ყველა შაბათ-კვირას უწევს თამაში გამონაკლისების გარდა და ამ მხრივ ძალიან პოზიტიური იყო, კი ბატონო. უბრალოდ მე ვფიქრობ, რაც კლუბების მოსაგვარებელია, უფრო კარგი იქნება, რომ კლუბები შევიკრიბოთ. კი, მე უბრალოდ ამას გულისხმობ, მესმის, რა თქმა უნდა, სასტიკნებო, მაგრამ მე გულისხმობ თუ აქვს რაიმე ძალა ან ვერკეტი ან რაღაცა ფედერაციას, რომ აი ბევრ პრობლემას ესე ვთქვათ, ჩაერიოს და რაღაცებში მიიღოს მონაწილეობა. მე არ გულისხმობ ეს არაერთხელ მithქვამს მეც და სტუმარს, რომ ფედერაცია უნდა ჩაერიოს კონკრეტული კლუბის რაღაცა მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში, მაგრამ აი ზოგადად რო ეს ჩემპიონატის დონე წამოვწიოთ და რაღაცა ის პრობლემები მოვაგვაროთ, ამაში თუ აქვს რაიმე შესაძლებლობა ფედერაციას. რა თქმა უნდა, ფედერაცია მაკონტროლებელი ორგანო არის ამ შემთხვევაში, პასუხისმგებელი ჩემპიონატზე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ კლუბებთან ერთად აქვს ამის შესაძლებლობა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. რა თქმა უნდა, ფედერაციას შეუძლია და შეაქვს თავისი წვლილი, თუნდაც გაშუქების ამბავში აღებული აქვს ფაქტიურად თავის თავზე ვალდებულება,
და ზუსტად ამას გულისხმობ, რომ ტელევიზია თუ ისეთი წინადადებით შემოვა ქართულ ფეხბურთში, რომელიც სასარგებლო იქნება კლუბებისთვის და თუნდაც ფედერაციისთვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხოლოდ მიესალმება ამ ყველაფერს. აი ფონდიც ვახსენეთ, იყო თავიდან ეს რა მიზნითაც შეიქმნა ფონდი. ეს მიზანი შეიძლება ითქვას, რომ უკვე შეასრულა დღეის მდგომარეობით. რამდენად არის შესაძლებელია, არ არის შესაძლებელი დაფინანსების წესი, იმიტომ რომ ამაზეც არაერთი საუბარი ყოფილა, რომ უშუალოდ რაღაცა პირველ სამეულს უფრო სხვანაირი დაფინანსება უნდა მიიღოს საერთო გულშემატკივარი ამბობს, საერთოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ თავიდან იყო მიზანი, ხო, რომ ეს რაღაცა განვითარებას მოხმარებოდა, მაგრამ დღეს აღარ ვითარდება, ყველა კლუბი გახდა კერძო და აღარ არის საჭირო, ასე ვთქვათ, ეს ფონდიდან დახარჯული თანხები და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უყურებთ, ან მეორე ლიგაში კიდე სხვანაირად მოქმედებს ფონდის ესე ვთქვათ ფინანსები, ვიცი, აი უმაღლესში რას ფიქრობთ და მეორე ლიგაში კიდე რამდენად გეხმარებოდათ თქვენს თუნდაც? ზოგადად ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თავის დროზე, როცა შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი. ეს იყო რეანიმაცია ფაქტიურად ფინანსური მიმართულებით ქართული კლუბების და ეს უკვე ვინ როგორ გამოიყენა რომელმა კლუბმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სასარგებლო. რა თქმა უნდა, წლები გავიდა, ბევრი წელი გავიდა ძალიან. ფაქტიურად ციფრები იგივე დარჩა წლების განმავლობაში, ხა ინფლაცია, ფასების ზრდა, ბევრი რამე შეიცვალა. ანუ ხარჯები მოემატა ყველა კლუბს აბსოლუტურად. დაფინანსება ფაქტიურად იგივე არის. თუ ამაზე უკვე ჩემზე კომპეტენტური ადამიანები იმსჯელებენ, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, რომ დაფინანსება გაიზარდოს. თუ არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ რაღაც ალტერნატიული გზა უნდა მოიძებნოს, რომ კერძო სექტორი უფრო მეტად მოტივირებული იყოს ფინანსების ჩადებაში ქართულ ფეხბურთში. გასაგები. ერთი მინდა ასევე რომ გითხოთ, ოღონდ როგორც ფეხბურთელს დავივიწყოთ ეს ხელმძღვანელი მენეჯმენტი ასე შემდეგ. ასევე გვინდა არ გვინდა, იმიტომ რომ ამაზეც ვისაუბრეთ და ყველავთან ხვდებით, რომ რაღაც ფინანსური ნაწილი არის პრობლემა. აი როგორც ფეხბურთელს თქვენ ალბათ უყურებთ ხო ამ ხრივას და ესეც გეხმარებათ თქვენ საქმიანობაში დღეს. რა არის როგორც ფეხბურთელების მთავარი პრობლემა და გამოწვევა დღეს საქართველოს ჩემპიონატში? ნებისმიერი რა შეიძლება რა აწუხებს, ან თქვენ რო იყოთ რა შეგაწუხებდათ, რა არ მოგწონთ, იქნება ეს საჯების ნაწილი, აი ნებისმიერი რამე, რას შეცვლიდით, რა არის მთავარი პრობლემა ფეხბურთელისთვის დღეს? მე როგორც ფეხბურთელი ვისურვებდი, რომ უფრო საფეხბურთო გარემო ყოფილიყო, თუნდაც თამაშზე რო გადის ფეხბურთელი, სულ სხვა არის, როცა გადის სავსე ან თუნდაც ნახევრად სავსე სტადიონზე და სულ სხვა არის, როცა ცარიელ ტრიბუნებზე უწევს თამაში და აი ეს არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა. მაგაზე ვისაუბრეთ უკვე, ბევრი გვაქვს სამუშაო კლუბებს, მაგრამ აი ფეხბურთელი ყველა პრობლემას დაივიწყებს, რომ გამოვა მოედანზე და სავსე ტრიბუნები იქნება და გულშემატკივრის წინაშე თამაშობს, რომლის მიმართაც გრძნობს რაღაც ვალდებულებას და სხვანაირ სიყვარულს გრძნობს ამ გულშემატკივრისგან. და მიჯერეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ალბათ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ, ამ გარემოს იქ გრძნობენ და იქ შეიგრძნობენ ამ ყველაფერს. იქიდან დაბრუნებული ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში თავისთავად ცოტა რთულია, რომ მოტივაცია შეინარჩუნოს. თუნდაც ის შეგრძნება, რომ მოედანზე გადიხარ, ვისთვის თამაშობ, ხო? ვისთვის არის სპორტი, ფეხბურთი, არის გულშემატკივრის. და ეგ შეგრძნება იკარგება ცარიელ სტადიონზე რა. ანუ თქვენ მაინც ეხლა თუ გინდათ როგორც მენეჯერი, თავარ პრობლემას ამასაც ყველას ვეკითხები, აი ერთი მთავარი დღეს რო თუნდაც თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება, რას მოგვარებდით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ჩემპიონატის, გულშემატკივრის დასწრება, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, ეს სამია ყველაზე აქტიურად რაც სახელდება, აი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი თქვენი გადმოსახედიდან რა არის მთავარი პრობლემა? ეს ყველაფერი ერთად აღებული და მე ვფიქრობ გრძელვადიანი გეგმა. სად მივდივართ? რა გეგმა გვაქვს? კარგი იქნება თუ ყველა კლუბი რაღაცა
შემოგთავაზებს გეგმას, თუნდაც მოკლე ვადაში რა გეგმა და რა მიზნები გაქვს. საშუალო ვადიანი გეგმა და გრძელვადიანი გეგმა. საით მივდივართ და რას ვემსახურებთ. აი ეს კითხვები ალბათ ყველამ უნდა დაუსვათ ჩვენ თავს და ამ გეგმას ჭირდება სტაბილურობა. ზეგანაც ვახსენე სტაბილურობა პირველ რიგში ფინანსური და სტაბილური გარემო უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანს ვინც ჩართული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში კლუბის რო კონდეს სტაბილურობის შეგრძნება, რაც თავისთავად უკვე აიოლებს ყველა შემდგომ ნაბიჯს. გასაგები. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა ნაწილი რაც იმის, როდესაც გულშემატკივრებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, ამა თუ იმ კლუბის წარმომადგენელს წავსვას შეკითხვა და კიდევ ერთხელ მივმართავ მაყურებელს, რომ სხვა შემთხვევაშიც შემდეგ პოდკასტებშიც გექნებათ ამის შესაძლებლობა და თვალიადევნეთ YouTube-ზე, Facebook ჯგუფში, სადაც დაიდება წინასწარ. სანამ კითხვებზე გადავალ, ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, ესეც მაინტერესებს თქვენგან. ერთ-ერთი პრობლემა ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რომ ღიაობა, ანუ ღიად რაღაცეებზე საუბარი. ყველას ასე ვთქვათ, მესმის ისიც, რომ შეიძლება 100%-ით ვერ გამოიტანო შიდა სამზარეულო სააშკარაოდ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უნდა ისაუბრო. ბევრიერიდება, ბევრი ამის გამო რაღაც თავს იკავებს თუნდაც აქ სტუმრობისგან ან სხვა ნებისმიერ გადაცემაში. აი რატომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ფეხბურთელი იქნება პრეზიდენტი, მწვრთნელი თუ ასე შემდეგ. ანუ რატომ არის პრობლემებზე საუბარი თქვენი აზრით? ძალიან ისეთი კითხვა არის. ალბათ რა მოყვება ამ ყველაფერს, იმიტომ ერიდება, ვინც ერიდება ამაზე საუბარს. შემდგომ რა მოყვება ამ გულწრფელ საუბარს. ყველაფრის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და არ ითქმის, მაგრამ რაც ისეთი პრობლემაა, რომ ყველას ეხება, ვისურვებდი, რომ ყველამ გულწრფელად ისაუბროს ყოველთვის. გასაგები. კარგი, გადავიდეთ კითხვებზე. ერთ-ერთი ჩვენი გამომწერი გიორგი გვეკითხება. ძალიან ბევრი საფეხბურთო სკოლაა, თუ იგეგმება მათი დაქვემდებარება. ამის მიზეზი არის, რომ სტადიონები არ აქვთ, რაიმე ერთიანი საფეხბურთო სკოლა თუ შეიქმნება, სადაც ყველა ერთად იქნება კლუბ რუსთავის დაქვემდებარებაში. კარგი კითხვა, თან არ გვისაუბრია, ასე ვთქვათ, საფეხბურთო სკოლებზე, ბავშვთა ფეხბურთზე და ამ კითხვასაც უპასუხოთ და თან თქვენი დამოკიდებულებაც ბავშვთა ფეხბურთზე. ამ საკითხს შეიძლება ორი მხრიდან მივუდგენ. მონოპოლიზირებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენი სურვილია შევქმნათ ძალიან კარგი საფეხბურთო სკოლა და აკადემია, რაც იქნება ჩვენ დაქვემდებარებაში და პარალელურად ჩვენ გვაქვს ამის სურვილი და გეგმა, რომ ყველა საფეხბურთო სკოლას მიუხედავად ზომისა და რაოდენობა ბავშვებისა, ყველას გაუწიოთ თანადგომა და დახმარება ლოკალურად რუსთავში, რომ აბსოლუტურად ყველა საფეხბურთო სკოლამ შეძლოს არსებობა და ნორმალურ პირობებში მუშაობა. ჩვენ გვაქვს ეს სურვილი და უკვე ფიქრობ, რომ წელსვე შეიძლება რომ ეს ყველაფერი დავიწყოთ. ხო, ზოგადადაც გამოსავალი ამ ჩვენი მდგომარეობიდან არის ბავშვთა ფეხბურთი, ხო, აი უმეტესობა მე ვინცთანაც მისაუბრი არ აქვს მნიშვნელობა გადაცემაში თუ გადაცემის მიღმა, ყველა საუბრობს მაგას, რომ აი ბავშვთა ფეხბურთზე უნდა გულშემატკივარიც, აი სტადიონებზე, როდესაც რაღაცა მაქვს ხოლმე წერ ადამიანებს ასრს ვეკითხები, ყველა საუბრობს მაგას, რომ ასე ვთქვათ, ყველა კლუბს რო გქონდეს თავისი აკადემია კარგი მაღალი დონის, ბევრად წინ ვიქნებოდი, იმიტომ რომ რაღაცა შევსებაც მოხდებოდა აკადემიისგან, ხო? ამ შემთხვევაში რატო ვერ ხერხდება ესეც ფინანსებთან მივდივართ ისე თუ უბრალოდ სურვილის ნაკლებობა, თუ აი მე ვერ ვიტყვი რომ ვერ ხერხდება, თუნდაც კარგი მაგალითები არის იბერია და დინამო თბილისი. კი, მე ვუყურებ მასიურად. ხო, მასიურად რა თქმა უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მივიდეთ იმ დონემდე, რომ უმეტესობა ჩვენი შემადგენლობის ფეხბურთელები იყვნენ ჩვენი აკადემიის აღზრდილები. სამწუხაროდ არ იყო პირობები ამისი.
ეხლა უკვე გვაქვს ტექნიკური ცენტრი და იგეგმება კიდევ დამატებით სტადიონების მშენებლობა ბავშვთა ფეხბურთისთვის და ჩვენი მიზანი არის სწორედ ეს, რომ საფეხბურთო კლუბი რუსთავი მომავალში დაკომპლექტებული იყოს ძირითადად თავისი აზრილი ფეხბურთელებით. და ეს იქნება ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა, თუ ჩვენ ამას შევძლებთ. და რუსთავში კიდე ამის რესურსი ნამდვილად არის. უბრალოდ იცით რა არის ეს ყველაფერი პროცესი არის, კლუბი პირველი ძირითადი გუნდი უნდა იყოს აუცილებლად კარგ დონეზე და უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, რომ ამ ბავშვებს мотиваცია ქონდეთ, რომ არა პირობითად დინამოში წავიდნენ მერე და იბერიაში და ან ტორპედოში, ხო? ამათ მიზანი უნდა ქონდეთ, რომ ძირითად გუნდში მოხვდნენ თავის ქალაქის და თავისი აკადემიის პირველი გუნდი რაც არის. ანუ ძირითადი გუნდიც უნდა იყოს წარმატებული, აკადემიაში უნდა იყოს ყველა პირობა, რომ ეს ბავშვები სხვაგან არ გარბოდნენ და ეს ყველაფერი ერთად მოიტანს წარმატებას. მე ვამბობ, რომ დინამოში და იბერიაში გაიქცნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს გზას უკეთებს. უბრალოდ ეს ემოციურად უნდათ, რომ თავისი აკადემიის პირველ გუნდში თამაშობდნენ ისევე, როგორც ეს არის თუნდაც ამ კლუბების შემთხვევაში. გასაგები. შემდეგი შეკითხვა, სახელი არ ვიცი, უცნობი კაცი გვწერს. საიდან მოგაქვთ გუნდებს ბილეთების გაყიდვის გარეშე ფინანსები და გაქვთ თუ არა დამაკმაყოფილებელი ფინანსები, აპირებთ თუ არა ლეგიონერების ჩამოყვანას. ამაზე მეტწილად ვისაუბრეთ, მაგრამ ბილეთების გაყიდვა არა, აქამდეც უნდა მივიდეთ, სხვათა შორის ესეც გულშემატკივრების პასუხისგებლობის ნაწილი არის რა. მე ვფიქრობ, გულშემატკივარიც უნდა მივიდეს იქამდე, მაგრამ აქამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რაც ვისაუბრეთ ამ კითხვამდე, მაგრამ იქამდე როცა მივალთ, როცა გულშემატკივარი უკვე შეიგრძნობს, რომ კლუბის ნაწილია და ეს კლუბი არ არის მარტო ჩემი და თქვენი, ეს არის ყველასი, ჩვენი ყველა გულშემატკივრის, უკვე მივა იქამდეც, რომ ბილეთს იყიდის აუცილებლად. უბრალოდ ეს შეგრძნება უნდა კონდეს მას, რომ ამ ბილეთს რო ყიდულობს, ამით თავისი წვლილი შეაქვს კლუბის განვითარებაში. და ამ შეგნებამდე უნდა მივიდეთ აუცილებლად რა. ეხლა ვიღაცა რო გაივლის სტადიონთან რო შემოვა, იმას შეიძლება არ იყიდოს ბილეთი. ფასიანი თუა შესვლა, მაგრამ შენი ერთ გულშემატკივარი ვინც იქნება, ის აუცილებლად მივა იქამდე, რომ ამ ყველაფერს გაითავისებს. რაც შეეხება ლეგიონერებს, დავიმატეთ უკვე 2 ლეგიონერი, შეიძლება კიდევ მაქსიმუმ 1 დაგვიმატოს. ამ კითხვაში მე ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე გამიჩნდა ახლა ესეთი შეკითხვა და ის აინტერესებდა ადამიანს შემოსავლის წყარო რუსთავის. იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატში ძირითადად არის რომ კერძო, ესე ვთქვათ, დამფუძნებლისგან ფინანსდება, არის რომ ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხებით არსებობენ, პლუს ეს დამატებული და არის კიდე რომ ფონდიდან მიღებული თანხებით. ანუ თქვენ შემთხვევაში თქვენ რითი არსებობთ, ასე რომ ყველა აი ჩამონათვალიდან რაც ახსენეთ ახლა ცოტა ყველაფრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი გენერალური სპონსორისგან უფრო და სპონსორებისგან და პარტნიორებისგან მიღებული თანხებით. სამომავლოდ მიზანი ის არის, რომ მაქსიმალურად თვითყოფადი გახდეს კლუბი და არ დაჭირდეს დოტაციები. გასაგებია. მიმდინარეობს თუ არა სპონსორებთან მოლაპარაკება და რა შეთავაზებით ცდილობთ მათ დათანხმებას. ეს რაღაც საინტერესოა, რას თავაზობთ, რომ მიდიხართ სპონსორებთან? ბანალური იქნება თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ სარეკლამო მომსახურებას. ჩვენ თავაზობთ, რომ გახდნენ ნაწილი ჩვენი გზის, რაც არის გზა განვითარების. ფაქტია, ჩვენ სტატისტიკურად რო აიღოთ, ბოლო 2022 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ გვაქვს პროგრესი ყველა მიმართულებით და ჩვენ თავაზობთ, რომ ისინი შემოგვიერთდნენ ამ გზაზე. ჩვენ ვაცნობთ სამომავლო გეგმებს და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, რა თქმა უნდა, არგუმენტირებულად და ფაქტებით. და მე ვფიქრობ, რომ რუსთავი არის ძალიან საინტერესო, საინვესტიციოდ კლუბი. ეს არის ერთადერთი კლუბი, პროფესიული საფეხბურთო კლუბი რუსთავში. არის საუკეთესო კლუბი ქვემო ქართლის რეგიონში, ძალიან ხმამაღლა ვიტყვი ამას, თუნდაც საფეხბურთო ტრადიციებით და
თვითონ ქალაქიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და საინვესტიციო ძალიან სტაბილური და საინტერესო გარემო არის. აი, როდესაც სამომავლო გეგმებზე და ყველაფერზე საუბრობთ, თუ არ ვცდებით არ მეშლება, სადღაც წავიკითხე ან მოვისმინე და ნამდვილად რეალურია. ასე ვთქვათ, გეგმაში გაქვთ, ოღონ არ ვიცი ზუსტად რომელი და თუ სიმართლეა მეტყვით, სხვა ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბთან თანამშრომლობა. რაღაცა გაიჟღერა აკადემიის დონეზე. აკადემიის დონეზე. რომელ ქვეყანაზეა საუბარი, რომელ კლუბში? ძალიან ბევრ სხვადასხვა კლუბებთან საუბრობთ, ეხლა ვართ ამ პროცესში და დიდი სიამოვნებით გამოვაცხადებთ ამას, როცა ჩამოყალიბდებით. უბრალოდ ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული, აი ჩვენ რომ ვიღაც კლუბი მოგწონს და მათი მეთოდოლოგია, შეიძლება იმისთვის მისაღები არ იყოს თუნდაც ჩვენი რაღაცა პირობა და მოლაპარაკების პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ საფეხბურთო მენტალიტეტთან ახლოს უნდა იყოს და ის მეთოდოლოგია და ფილოსოფია რაც დაინერგება მე უკვე აკადემიის დონეზე ეს ქართულ ფეხბურთს უნდა უხდებოდეს. ქართულ ფეხბურთს არ უხდება აი როგორ გითხრათ რა ჩვენ თუ ჩართავთ დინამო თბილისის მატჩებს მე და გიაცეცაზე გქონდა საუბარი ზუსტად ამ დღეებში რომ ჩვენი საფეხბურთო დნმ არის ის თუნდაც დინამო რასაც თამაშობდა მაშინ როცა თასების თასი მოიგეს და ფაქტიურად ყველა ევროპულ გრანდთან შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ეს არის ჩვენი საფეხბურთო დნმ და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ზუსტად ესეთი პროდუქტი შევქმნათ რა ცოტა უხეში სიტყვა პროდუქტი მაგრამ ის ბავშვები ვისაც ჩვენთან გაიზრდებიან აკადემიაში იმათ უნდა ბავშვობიდანვე უნდა ჩაუნერგოთ ის რომ ეს არის შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ეს არის ქართული დნმ ფეხბურთის დნმ და აი ვცდილობთ მაქსიმალურად რომ აი ესე რაღაც ყველაფერი ძალიან დეტალებში გავიაროთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე ჩამოყალიბდებით და საინტერესო პროექტი იქნება. აი ის მაინც თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ აი დაახლოებით რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი რაღაცა მათი მწვრთნელები ჩამული გადამზადება მოხდება თუ აი ჩვენ აქედან იქეთ თუ კი ორმხრივი იქნება ჩვენი სურვილი არის რომ ჩამოიტანონ მეთოდოლოგია ფილოსოფია და ადგილობრივი კადრები იყვნენ ამ ყველაფრის ნაწილი, დიდი ნაწილი, იმიტომ რომ წლები რო გავა ეს ადამიანები, ვინც ჩამოიტანენ ამ მეთოდოლოგიას, ეს უკვე ჩვენ უნდა ავითვისოთ ადგილობრივებმა და უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ქართულთან შერწყმაში და პრიორიტეტი არის ის, რომ გადამზადდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მწვრთნელი და განვითარდეს. ჩვენ ყოველთვის ხელს უწყობთ და ვცდილობთ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებს მივცეთ განათლების და განვითარების საშუალება და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი თანამშრომლობის, ვისთანაც ჩამოყალიბდებთ. ზოგადად ეგეც ხო ერთ-ერთი პრობლემა განათლების ცოდნის, ანუ რასულის ხო თანამედროვე აი თუნდაც აკადე ბავშვთა ფეხბურთის დონეზე რომ დავიდეთ, იქაც ბევრ პრობლემას ვაწყდებით, აქაც გვისაუბრია მაგაზე, რომ აი მაგალითად უშლიან ბავშვებს ფეხბურთელის მოტყუებას, მატაობას ესე რომ სამწუხაროდ. ხო და ანუ ამ ხრივად სამუშაოა ყველა რა თქმა უნდა. უნდა ვიმუშაოთ და იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგს მივიღებთ ამით. კარგი, ბოლოს ასევე გვაქვს ესეთი გათამაშება ჩვენი მაყურებლისთვის. თქვენ გთხოვთ რომ ჩვენს მაყურებელს დაუსვათ შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ჩემპიონატთან, ნებისმიერი სირთულის და ასე ვთქვათ სამი ადამიანი, რომელიც უპასუხებს სწორად თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, გადაეცემა, ასე ვთქვათ, ბურთი და პირველი, ვინც გამოიცნობს, მას ბურთთან ერთად გადაეცემა ბრენდირებული ნივთები საფეხბურთო კლუბ რუსთავის. გთხოვთ. მე უფრო რუსთავთან დაკავშირებულ კითხვას დავსვამ, უფრო ცოტა საინტერესო რომ იყოს. რამდენ რუსთაველ ფეხბურთელს უთამაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში? საინტერესო შეკითხვა. მეც არ ვიცი და დათვლადია კი ნამდვილად. მადლობა, მოკლედ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით თქვენი კლუბის სხვა წარმომადგენლებსაც და იმედი მაქვს რომ კიდევ ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე. დიდი მადლობა, წარმატებები თქვენს.